რამდენიმე წუთის წინ ვივამეთში ექიმთა კონსილიუმი შევიდა, რომელმაც უნდა შეაფასოს პატიმარ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. მზია ამაღლობელი უკვე 27 დღეა შიმშილობს და მიუხედავად პირადი სურვილისა ის დაებრუნებინათ საპატიმროში, ამაღლობელი კლინიკის ხელმძღვანელობამ ვივამეთში დატოვა გამომდინარე მისი მდგომარეობის სირთულიდან. ნინო გაზდელიანი იმყოფება ადგილზე და სწორედ ის ჩაგვართვება პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. სულ რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ ექიმები კლინიკა ვივამეთში, ის ექიმები, რომლებიც შექმნა სახალხო დამცველმა და ისინი მოინახულებენ ახლა მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 27 დღე არის და ჩვენ კი ვთხოვეთ შეეფასებინათ წინასწარ მისი მდგომარეობა, თუმცა ამბობენ, რომ ვიდრე პირადად არ ნახავენ მას და არ გაესაუბრებიან, არ ნახავენ სამედიცინო ჩანაწერებს და შესაბამის დოკუმენტაციებს, მათ უჭირთ საუბარი მისი მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალურად, თუმცა ზოგადად მაინც შეძლეს მათ და შეაფასეს მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ მზია ამაღლობელი უკვე სწორედ 20 დღეზე მეტია შიმშილობს, მათი შეფასებით ბუნებრივია კრიტიკული არის ხოლმე მე-10 დღე, მერე უკვე 21-22 დღე და ახლა უკვე 27 დღე არის რომ შიმშილობს მზია ამაღლობელი და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ ამდენხნიანი შიმშილობა მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ინდივიდუალური და ზოგი შესაძლოა უფრო მარტივად იტანდეს ამდენხნიან შიმშილობას, მაინც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს ორგანიზმში და შესაბამისად აუცილებელი არის მუდმივი მეთვალყურეობა ექიმების და ასევე აუცილებელი არის კონკრეტული კვლევების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი ითხოვს კლინიკიდან ისევ საპატიმროში. ეს არის ძალიან ინდივიდუალური მდგომარეობა. გავიგეთ, ვიცით, რომ შიმშილობას მოყვება თავის ცვლილებები, თავის ფაზები აქვს, თუ თერაპიული და თუ ასე შემდეგ. ყველანაირი ცვლილება მოყვება ყველა ორგანოს მიხედვით, მაგრამ ეს მაინც არის ინდივიდუალური, კონკრეტული პაციენტის მდგომარეობა უნდა ითქვას მხოლოდ მისი ნახვის შემდეგ, მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის მერე და მე-10 დღეა უკვე კრიტიკული, დასაწყისში იწყება ნახშირწყლების ცვლა, რო გამოილევა ნახშირწყლები, მერე გადადის ორგანიზმის ხიმების მარაგზე, მერე რაღაც ეტაპზე უკვე გადადის ცილების გამოყენების მარაგზე. აი ეს ეტაპები გასავლელია და როცა უკვე მიადგება ცილების, ანუ თავის კუნთოვანი მასის გამოყენების ეტაპს, იქ უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ვითარდება, თუ რა თქმა უნდა, გარედან რამე დახმარება არ მიმდინარეობს, მეტნაკლებად თქვათ, ესეთი გათვლილი, სერიოზული და მედიცინურად ესეთი გამართლებული. რაც საბუთები ვნახე, თუ აი წინა შემთხვევაში მაინც უფრო ენდოკრინოლოგია იყო წინ და იქ მე მიწევდა მეტი, აქ წამყვანი იქნება ბატონი გიორგი. იმიტომ რომ დოკუმენტაციით აქ არის ქრონიკული კუჭნაწლავის დაავადება. ქრონიკული კუჭნაწლავის დაავადების დროს ისედაც ადამიანებს, ვინც არ შიმშილობენ, აქვთ სხვანაირი ცვლილებები, იმიტომ რომ შეწოვება არის დარღვეული და ისედაც მიკრო-მაკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობა და საერთოდ ნივთიერებათა ცვლა იქ ცოტა სხვანაირია. ამიტომ წინასწარ რო ვთქვა, შეიძლება ანალიზი რომელიმე მომეჩვენა, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია იმ შიმშილის დღეს, რომელიც არის, ანუ ეს ცვლილებები უნდა იყოს. შეიძლება რომელიმე ანალიზი გითხრათ, რომ პრინციპში ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აი ზოგადი მდგომარეობა, ამიტომ ეხლა ვერ გეტყვით, რომ გამოვალ, მერე უკვე ალბათ შევძლებთ, რომ გითხრათ. ეს ადამიანი წევს, გადასხმები, რომ მისი ესეთი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის სამწუხაროდ, რომ და ეს დღეები მუდმივად ითხოვს უკან დაბრუნებას საარჩევნო აღსრულების დაწესებულებაში. ანუ მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს, მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება.
თქვათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ აი ეს სანამ ამ კლინიკაში კვლევები უტარდებოდა და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, თქვათ ეს გააძლებინებს კიდე რაღაცა პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს პატიმრობა, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართება მისი მხარდამჭერი აქციები, აქციის მონაწილეები, მისი კოლეგები, ჟურნალისტები და ზოგადად მხარდამჭერები ითხოვენ მის გათავისუფლებას, თუმცა არა იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე და ითხოვენ, რომ ზოგადად გაუშვან, არამედ აპროტესტებენ სწორედ იმას, რომ ის არის უკანონო პატიმარი და მთავარი მოთხოვნაც სწორედ აქედან მომდინარეობს, რომ მზია ამაღლობელი როგორც უკანონო პატიმარი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. არ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ის არის ჟურნალისტი. ჩვენ მოვითხოვთ მოქალაქე მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ის არის უკანონო პატიმარი. მისი პირველივე დაკავება მოხდა უკანონოდ. მის საქმეზე, მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისი კვალიფიკაციის არ მქონე მოსამართლემ. პროკურატურას შეუძლია და პროკურატურა ვალდებულია შეასრულოს თავისი პირდაპირი ვალდებულება. ამ შენობაში მუშაობს აჭარის პროკურატურა, რომელ პროკურატურაშიც დაიწერა ის უსამართლობა, რომელი უსამართლობის გამოც არის მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი. მოვითხოვთ აჭარის პროკურატურისგან, რომ შეუცვალოს ამ საქმეს კვალიფიკაცია და გაათავისუფლოს უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი. ეს არის ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა. უკვე მესამე დღეა გრძელდება ჩვენი აქციები, დღეს ვიმყოფებით ბათუმი, თბილისის ავტომაგისტრალის გასწვრივ, ვითხოვთ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს აქციები გაგრძელდება, მივართ ყველა დასახლებულ პუნქტში გურიაში, მოსახლეობა უფრო ითავისებს, რომ ეს მზია ამაღლობელზე და რეჟიმის ტყვეებზე მეტად მათი პრობლემა არის. დროზე დავასრულოთ ეს რეჟიმი და საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვოს ნანატრი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დაცული იყოს ადამიანის უფლებები. თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ამ ქვეყანაში უკვე დროა დასრულდეს ეს რეჟიმი, რომელიც ძალიან ახლოს არის უკვე დიქტატურასთან. სიტყვა რევოლუცია არ შეგაშინოს ქართველო მკითხველო. რევოლუცია იმისთვის არის, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. ქართული ოლიგარქიას თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმარს მზია ამაღლობელს ამ მოწოდებით დღეს თბილისშიც გაიმართება მისი მხარდამჭერი აქცია, ჟურნალისტები, მისი კოლეგები მთავრობის ადმინისტრაციასთან 7 საათისთვის გეგმავენ შეხვედრას, რის შემდეგაც უკვე მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან, სადაც ამდენი დღე არის მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. ჩვენ ვრჩებით კლინიკა ვივამედთან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ შევიდნენ კონსილიუმის ექიმები, მისათვის რომ მოინახულონ მზია ამაღლობელი და დეტალურად შეისწავლონ მისი სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც და შესაბამისად რომ გამოვლენ იქიდან უკვე უფრო დეტალურად შეძლებენ თავად განმარტებები გააკეთონ, როგორი არის მზია ამაღლობელის მდგომარეობა შიმშილობის 27 დღეს.